გამარჯობა მეგობრებო. ძალიან საინტერესო თემა მაქვს თქვენთვის. ეს ეხება ტონი რობინსის მიხედვით ადამიანის 6 ძირეულ მოთხოვნილებას. განსხვავდება მასლოვის პირამიდისაგან და ძალიან საინტერესოდ გვიჩვენებს თუ სად ვდგევართ ჩვენი პიროვნული განვითარების გზაზე, გვაცნობს ჩვენს თავს უკეთ, ჩვენს ეხლანდელ ფაზას და ასევე გვეხმარება სხვებიც უკეთ შევაფასოთ, აღვიქვათ და ჩვენი საქციელი და სხვების საქციელის პროგნოზირებაც უკეთ შევცლოთ. მე გთხოვთ, რომ ამ მოსმენასთან ერთად საკუთარ თავზე იმუშაოთ, მოიმარჯვოთ ფურცელი და კალამი და თითოეული ძირეული მოთხოვნილება სულ 6-ია, შევაფასოთ სკალაზე 0-დან 10-მდე. ნიშნავს, რომ 5 და 4, 5, 6 იქნება საშუალო მაგალითად და 7, 8, 9, 10 უკვე ძლიერად გამოხატული. ტონი რობინსი თავის სემინარებში სთხოვს მონაწილეებს, რომ აქედან ამოარჩიონ, აი ამ 6-დან 2 ძირეული. ის არის იმ აზრის, რომ თითოეული ცხოვრების ფაზაში 2 მოთხოვნილება არის ინტენსიურად გამოხატული. და მე იმ აზრზე მოვედი, რომ მათი შეფასება ამ 10-იან სკალაზე უკვე ბოლოს მიგვიყვანს ძალიან იოლად შედეგამდე. მე დავახასიათებ თითოეულ მოთხოვნილებას და თქვენ ამ სკალაზე შესაბამისი ციფრი დაუწერეთ. ანუ ამ სკალის მიხედვით 0-დან 10-მდე. დავიწყოთ. ჯერ განახებთ, მე ძალიან მიყვარს და ძალიან მეხმარება, როცა ხელით მონიშნებებს ვაკეთებ ხოლმე, ეს არის ჩემი ხელით მონიშნული, პირველი არის უსაფრთხოება. და უსაფრთხოება ყველა მიმართულებით, არა მარტო სიცოცხლის უსაფრთხოება, ფინანსების, ურთიერთობებში. როცა უსაფრთხოების მოთხოვნილება მაღალია, ამ დროს გვაქვს ჩვენ ძალიან ისეთი სტაბილურობისადმი მისწრაფება, ვაკონტროლებთ ბევრს, ჩვენთვის გარანტიებია მნიშვნელოვანი, ხელშეკრულებების დადება, თავის დაზღვევა და ვცდილობთ, რომ როცა ფინანსები გვაქვს, ყველაფერი ერთბაშად არ დავხარჯოთ, რაღაცა გვერდზე გადავდოთ, რა ვიცით, რა ხდება. ჩვენ ვიტოვებთ უკან დასახებ გზას და ნიშნავს, რომ იქ სადაც ვერ ვაკონტროლებთ, მაგალითად ფრენის დროს. აქ უკვე დიდი შიშები შეიძლება დაგვეწყოს. ან მაგალითად დახურულ სივრცეში ყოფნისას. მე ერთი კლიენტი მყავდა, რომელიც მოდიოდა ჯერ კოუჩინგით დავიწყეთ, მე თერაპიით გავაგრძელეთ, იმიტომ რომ მოდიოდა, მე მთხოვდა, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად იყო ჩემი კაბინეტის გასაღები. რომ რაღაც რომ იყოს, მას უნდა სცოდნოდა, რომ აი რაღაც რომ იყოს, მე გავახებ კარებს და გავალ. ესეთი მოთხოვნილება ჰქონდა. ყველა მოთხოვნილებას აქვს თავისი ჩრდილოვანი გამოვლინება და აი როცა უსაფრთხოებისადმი მოთხოვნილება არის მაღალი, ნიშნავს, რომ ჩვენ არ მივდივართ რისკებზე, ვერ ვბედავთ. გარკვეულ კომფორტის ზონაში ჩარჩენა გვეხერხება, იმიტომ რომ რაღაცის გაბედვა გამოიწვევს ამ კომფორტის ზონის დატოვებას და რასაკვირველია, ამით იმ შანსებს ვერ ვიყენებთ, რაც ბუნებით სამყარო მოგვანეჭა, იმ უნარებს ვერ განვავითარებთ. აი მინდა რომ გთხოვოთ, შეაფასეთ თქვენი აი ამ ეტაპზე, როგორც თქვი, აი ამ ეტაპზე თქვენი სწრაფვა უსაფრთხოებისადმი. როგორც აღვნიშნე, შეიძლება 10 წლის წინ სხვა სურათი ყოფილიყო და რაღაც 5-10 წლის შემდეგაც სხვა სურათი იყოს მაგალითად, რადგან ეს ექვემდებარება ცვლილებას. გერმანელები არიან
ჩემპიონები ამ ხრივ მათ უყვართ ეს ტიპიურ გერმანულს, რასაც ვახასიათებ ჩემს ვიდეოებში, პლეილისტი არის გერმანიაზე ვიდეოები, მათ უყვართ ყველაფერზე დაზღვევის გაკეთება, რომ იყოს შესაძლებელი სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც გააკეთებდნენ დაზღვევას, მაგრამ ეს არ არსებობს. დანარჩენი იმდენი სახის დაზღვევები არსებობს, წარმოუდგენელი, მე მაგალითად ამ 30 წლის განმავლობაში ნაწილს არ ვიცნობ და მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდე მყავს დაყვანილი ჩვენთან დაკავშირებული დაზღვევები, მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი დაზღვევა გვაქვს. და ვისაც უყვარს აი ეს გარანტიები, სტაბილურობა, გაკონტროლება, ვისაც სჭირდება ეს, მისთვის რუტინა ისეთი შემაწუხებელი არ არის, როგორც ვიტყვი ახლა მეორე ჯგუფისათვის, აი ნახეთ, მრავალფეროვნება. მე ახლა შევეცადე პირდაპირ მეთარგმნა, ნიშნავს თავგადასავლებისადმი მისწრაფებას, როცა ეს რუტინა შენ ძალიან გაწუხებს და გინდა რომ სამყარო შეიცნო ყოველდღე ახლად და აქ ასევე მოგზაურობისადმი მიძრეკილება და დიდი სრულებით მიეკუთვნება კრეატიული შემოქმედებითი პროექტები, როცა ჩვენს მაგალითად სამსახურში როგორც არ უნდა რუტინული იყოს, რაღაცა იდეები გვებადება და ვცდილობთ გავახალისოთ ეს ჩვენი რუტინული სამსახური. ან ამ დროს ადამიანებს შეიძლება სახლში ყოფნისასაც კი დაებადოთ რაღაც იდეები, რომელთა განხორციელებასაც ისინი შეძლებენ, მადლობა ღმერთს, ვხედავ კიდეც სოციალურ ქსელებში, ზოგი ძალიან ლამაზად არემონტებს თავის ძველ ბინას, ვისაც ეს უნარები აქვს, რასაკვირველია, კარგი არა ეს მრავალფეროვნებისადმი, ცხოვრების გახალისებისადმი, პატარა თავგადასავლებისადმი მისწრაფება, რომ გამოხატოს თუ უწყობს სხვა უნარები, მაგალითად ეს ხელი თუ მიყვება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მრავალფეროვნებისადმი სწრაფვა, რადგან ეს ითვალისწინებს რისკებს და რისკის გარეშე ვერ ვდებთ ისეთ შედეგებს, რომლებიც მართლა ესეთი იცით, როცა რისკს მივდივართ, ვიცით რომ რისკზე წავედით, ამ დროს მთლიანად ვუძღვნით თავს იმ ბიზნეს პროექტია თუ რაც არის და აი როცა უკან დასახევგზას ვიტოვებთ და ვამბობთ, რომ აი თუ ეს თუ არ მოხდება, აი ეს ხო არის. აი ეს აი ამ მიძღვნას, აი ამ მთელი რესურსების ჩართვას და ძალიან მოწადინებას ხშირად ხელს უშლის. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, დამიწერეთ თუ გაქვთ დაკვირვებები და გამოცდილებები ამ ხრივ. ეხლა ნახეთ, ეს ორივე არის ეს ისრები, წითელი ისრები, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან ურთიერთსაწინააღმდეგო. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვაქვს დიდი მისწრაფება უსაფრთხოებისადმი, ვერ გავბედავთ იმ მრავალფეროვნების შემოტანას ჩვენს ცხოვრებაში. იცით, როცა მოგზაურობას გეკმავთ, არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი უნდა იცოდნენ. საათობით კითხულობენ თუ რა დაიწერა იმ სასტუმროზე, რა ადგილზეა, როგორ უნდა მივიდეს, რა თვითმფრინავი აცრები თუა საჭირო და რა აცრები და ყველაფერი უნდა იცოდნენ. არიან ადამიანები დაინახავენ ლამაზ ვიდეოს, გადაწყვეტავენ და რასაკვირველია, აქ შეიძლება ბედმა გაუღიმოთ და შეიძლება გაწმილებულებიც დარჩნენ. ის კი არა, შეიძლება ყველაფერი კარგად შეისწავლონ და მაშინაც დარჩი გაწმილებული. ისე რომ, აი აქ ჩვენი გადაწყვეტილების მიღება, თუ ეს ორივე, პირველი და მეორე, არის მაგალითად 7 ორივე დაახლოებით აი ამ ფარგლებში. ნიშნავს, რომ გვაქვს ორი შინაგანი ნაწილი, რომელიც ერთმანეთს დაუწყებს ბრძოლას და ჭიდლს და გამარჯვების პროცესი, რომელი გაიმარჯვებს, აქ ცოტა რთული იქნება, ვიდრე რომ ყოფილიყო ერთი 7 და მეორე რომ ყოფილიყო 5 ან 4. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ნახეთ, მესამე სიტყვა, თვითონ ჩვენს ორიგინალურობას. მესამე არის ჩვენი
განსაკუთრებულობა, ის ჩვენი თვითშეფასება, ჩვენი ინდივიდუალურობის გამოვლენა. მე ხომ ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ინდივიდუალური არსებები და ამიტომაც ჩვენ სხვებს არ უნდა შევედაროთ, ყველას ჩვენი გზა გვაქვს. და ხდება ისე, რომ დიდი გაბედულება საჭირო, რომ ამ ინდივიდუალურობას გამოვლენის საშუალება მივცეთ, რომ ვიყოთ ხან თეთრი ყვავი, ან შავი ცხვარი. და რატომ არის ეს ძნელი? აი ამას გვიჩვენებს ნათლად მეოთხე ძირეული ღირებულება, რადგან ჩვენ აი ჩვენი ორიგინალურობის გამოვლენის გარდა გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნილება მიკუთვნებულობის. აი პირდაპირ თარგმნე როგორც თქვი, მაგრამ მე უფრო მიკუთვნებულობას დავარქმევდი, რადგან ჩვენ ვართ სოციალური არსება, ჩვენ ვართ საზოგადოების წევრი, მართალია ისე აღარ ვართ დამოკიდებული ჩვენს თემს და ჩვენ საზოგადოებაზე, რომ ადრე ნიშნავდა გარიყვა სიკვდილს, უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ მაინც დამოკიდებულები ვართ, ჩვენ ვართ ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს ოჯახზე, საზოგადოებაზე მეტნაკლებად დამოკიდებული და აი ამ დამოკიდებულებიდან განთავისუფლება არის შესაძლებელი მხოლოდ პიროვნული განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ არის იული, ერთი მხრივ მინდა ვიყო განსხვავებული, სხვანაირი, მეორე მხრივ მინდა ვიყო ერთ-ერთი მათგანი, ესე იგი მიკუთვნებულობა. ჩვენ ვიცით, რომ აი გარდატეხის ასაკში სკოლებში ყალიბდება ჯგუფები, ყველას გაგვივლია ეს ფაზა, სადაც ამ ჯგუფებში ეს ამ მიკუთვნებულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია მერე ნელდება ეს პროცესი, მაგრამ მაინც რთულია, აი თვითონ დააკვირდით, თითოეული ჩვენთაგანი მეტნაკლებად ედიდება კონფრონტაციას, ასე ვთქვათ, თავისი აზრის ისე გამოხატვას, ან თავისი ინდივიდუალურობის ისე გამოხატვას, რომ საზოგადოება გააღიზიანოს. არიან გამონაკლისები და ამ ჩვენ უყურებთ ამ გამონაკლისების ჭიდილს საზოგადოებასთან და ეს კიდევ მათთვის, ვინც ამისათვის მზად არ არის, ვისაც შინაგანად ეს შინაგანი ძლიერი მე არ მოყვება, ძალიან რთულია. და არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს გამოხატვა, ეს ინდივიდუალურობის პროვოკაციული გამოხატვა არა შინაგანი სიძლიერის, არამედ შინაგანი პროტესტის გამოხატვა არის, მაგრამ ეს უკვე სხვა თემა არის. მოდით ახლა ჩვენი ციფრები დავსვათ, აი რამდენად ძლიერია ჩვენი მისწრაფება, ჩვენი განსაკუთრებულობის, ჩვენი ინდივიდუალურობის გამოვლენისაკენ და რამდენად ძლიერია ჩვენი მიკუთვნებულობა ოჯახის, საზოგადოებისადმი, ასევე ურთიერთობები, მეგობრები, ყველაფერი იგულისხმება. რამდენად მზად ვართ ჩვენ გავაკეთოთ ის, რაც გამოიწვევს აი ამ არსებული საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩვენს წინააღმდეგ მოტრიალებას, ან თუნდაც ჩვენს გარიყვას რამდენად მზად არის ადამიანი, რომ იყოს იზოლირებული. ეხლანდელი ინტერნეტის ეპოქაში არავინ არ ვართ იზოლირებული, ყველა ვართ დიდი გლობალური სოფლის ნაწილი, ასე ვფიქრობ, და უფრო იული გახდა ადამიანების პოვნა და ჩვენ აღარა ვართ დამოკიდებული იმ უბნის თუ სოფლის თემზე, რომელიცაც ვიყავით ძალიან დამოკიდებული ბევრი წლების წინ. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენს კოდში არის და მეტნაკლებად ყველა ფრთხილობთ, რომ ჩვენი ეს ძირეული თემი არ გადავიკიდოთ, მასთან დიდ ბრძოლაში არ შევიდეთ და ესეც როგორც ხედავთ არის თვით გამომრიცხავი, რადგან
მიკუთვნებულობის ჭრილოვანი მხარე არის ის, როცა ჩვენ საკუთარ თავს უარყოფთ, ვერ ბედავთ მის გამოვლენას, რადგან საზოგადოებას ვუწევთ ანგარიშს და საკუთარი განსაკუთრებულობის გრძნობის გამოხატვის ჭრილოვანი მხარე არის ის, რომ ჩვენ გარკვეულწილად მხოლოდ იმ ჩვენს მოთხოვნილებებს ვხედავთ, მივყვებით მას და ამით გარკვეულ ბრძოლებში შევდივართ, რომელიც მერე რასაკვირველია ჩვენ არ მოგვიხდება. ეხლა მეხუთე არის, ნახეთ, განვითარება. ტონი რობინსი ამბობს, რომ თუ გინდათ გაიგოთ, თუ თქვენ პიროვნულ განვითარებაში როგორი მოთხოვნილება გაქვთ ამისათვის საჭიროა გადახედოთ სამ რამეს. თუ სად აფინანსებთ და თუ სადდებთ თქვენს დროის, ენერგიის და ფულის რესურსებს. და ეხლა რასაკვირველია, თუ ესე დავაკვირდებით, თუ თქვენ გაქვთ მისწრაფება, რომ თქვათ რაღაც ჯგუფებში შეხვიდეთ, რაღაცა ვერქშოპები იყიდოთ, შეუკვეთოთ, წიგნები იყიდოთ, სპეციალური წიგნები და ამ თემაზე დაფიქრდეთ და თუ რაღაც პრობლემებს ხედავთ, აი თქვენი რესურსები აი ამ პრობლემების მოგვარებაში ჩადოთ. უმეტესი ადამიანები კი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უფრო იოლად იმეტებენ თანხას, მაგალითად, ფრჩხილის გაგრძელებაში, თმების რაღაც ძალიან ძვირ პროცედურებში, სხვადასხვა გრძელია, აღარ ჩამოვთვლი, სხვადასხვა პროცედურებში და აი ამ მიმართულებით ყოყმანობენ, რაც რასაკვირველია, ასევე მიუთითებს მათი რომ ეს მისწრაფება მათი პიროვნული განვითარებისაკენ არ არის ისეთი მაღალი, რადგან რაღაცა ეტაპიდან უკვე ხვდები, რომ აი აქ უნდა ჩადო შენი რესურსები. აი დასვით თქვენი შესაბამისი რიცხვი და ბოლოს არის წვლილის შეტანა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან როცა ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, რომ წვლილი შევიტანოთ საზოგადოების განვითარებაში და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ დადებითი მიზნით და ასევე განწყობით, ძალიან ბევრი სიკეთე იქმნება და სამყარო ამას ასევე გვიბრუნებს უკან. არის გამონაკლისი, რომელიც მე სამწუხაროდ ხშირად მხვდება, როცა ამას აკეთებენ უარყოფითი განწყობით, სხვისი ჯინით ან შურისძიებით, ან სხვისი ლანძღვით. ეხლა მოგახსენებთ მაგალითს. დიდი წვლილი არის, როცა ჩვენ ბუნებაზე ვზრუნავთ. მართალია იმ მომენტში ვერ ხედავს ვერავინ და თუ არ დაუპოსტეთ ჩვენს გარდა შეიძლება სხვამ ვერავინ ვერ გაიგოს, მაგრამ აი ვართ ბავშვებთან ერთად ლამაზ მთაზე და ჩამოსვლისას დავინახეთ, რომ ვიღაცამ დატოვა ნაგავი, სადაც ბევრი პლასმასი არის. თუ ჩვენ გვაქვს საშუალება და ეს უმეტესად გვაქვს, რომ ეს ნაგავი მოვკრიფოთ და იქვე სადღაც გზაში ურნაში ჩავაგდოთ, უკვე ჩვენი წვლილი გავიღეთ სამყაროს მიმართ. აი თუ ჩვენ კი დავიწყებთ იმის ლანძღვას, ვინც ეს გააკეთა, კი ბატონო, მას ეკუთვნის აუცილებლად შენიშვნა, მაგრამ აი ფოკუსი ხო არის ეს დაუსრულებელი ჩივილი და ლანძღვა, ეს ხალხი ასეთია, ისეთია და თან შენ გვერდზე ჩაუვლი ამას. ხო, აი ეს არის განსხვავება, რას წვლილს, როგორ გავიღებთ წვლილს და რა შედეგებით დგება ამ ჩვენს მიერ გაღებული, ასე ვთქვათ, წვლილის იქეთ. გეტყვით კიდევ ერთ ფულთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როცა ჩვენი შემოსავალი აცილდება ჩვენი არსებობის მინიმუმს, არ დაველოდოთ, რომ გამდიდრდებით და კიდევ იმდენი
იმდენ შევიძენთ რომ მოგვეჭარბება და მაშინ დავიწყოთ, არამედ უკვე აი ამ ეტაპიდან დავიწყოთ რაღაცა გარკვეული თანხის ნამდვილად გაჭირვებული და ესეთ სადაც ვიცით რომ რაღაცას გავაუმჯობესებთ, იქ გაღება. ეს შეიძლება იყოს ცხოველებზე და ფრინველებზე ზრუნვაში, რასაკვირველია პირველ რიგში ჩვენს უცხო ადამიანებზე გამოვყოფ, რადგან ახლობელზე ზრუნვა ჩვენთან მოდის. სხვა ადამიანზე ზრუნვა ნიშნავს ძალიან განსაკუთრებულ რამეს, იმიტომ რომ ამას შენაკეთებ უშურველად იმ ადამიანს ვეღარ ნახავ იმასაც მადლობის გარდა სხვა გადახდის საშუალება და ვალში ყოფნის საშუალება არ აქვს და აი ეს არის დიდი სიკეთე, ეს არის მართლა დიდი წვლილი, როცა ჩვენ თუნდაც ღიმილით, ტკბილი სიტყვით, ჩვენი ქმედებით და თუ გვაქვს საშუალება რომ ეს რასაც ჩვენი ზღვარი, ჩვენი საზღვრები საშუალებასაც გვაძლევენ, ასევე ფინანსურად, რაც გულით გვემეტება, რასაც პოზიტივს გავაყოლებთ მით გახსნილი გულით და სიყვარულით, აი ეს არის წვლილი, რომელიც სამყარო აუცილებლად გვიფასებს და იცით ეს დაფასება არ უნდა იყოს პირველ რიგში, მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა იმ კანონზომიერებას, რომელსაც მე ვაკვირდები, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ჩვენ უნდა გვსიამოვნებდეს და რასაც გასცემ შენია, აი ეს მართლა რომ ასე ხდება, ეს მე წლებმა მიჩვენა. აი ეს მეექვსე ნიშნავს რომ ჩვენი პიროვნული განვითარების გზაზე უკვე საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. მე ხას უსვեմ, როცა არა სიბრალულით და არა ლანძღვით და არა ამ ნეგატივით ხდება წვლილის გაღება, არამედ პოზიტიური განწყობით. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ წვლილს გასცემენ საზოგადოებისათვის, აი ჩაბმულები არიან კარიტატიულ საქმიანობაში და ეს ადამიანები მე რომ დავაკვირდი, ძალიან დიდი ნაწილი მათგან აქვს ძალიან დიდი დეფიციტები და ცდილობენ, რადგანაც თავიანთ პრობლემების მოგვარება უჭირთ, ვერ ახერხებენ, ფოკუსი გადაიტანონ სხვა ამბებს, ეხმარებიან ლტოლვილებს თუ ვისაც სჭირდება და აი აქ გამოხატავენ თავიანთ საჭიროებას. აი ამ ფოკუსის გადატანით თითქოს თავიანთ თავს ასიამოვნებენ, რადგან ვიღაცას დაეხმარნენ, არა და თვითონ საჭიროებენ დახმარებას. ან ეხმარებიან თავისი ზღვრების უგულებელყოფით, ისე რომ ადამიანები მინახია ჩართულები ამ საქმეში, დღის ბოლოს დაქანცული, არც განწყობა აქვთ, არც ენერგია აქვთ. ეს არის ამას ალტრუისტსაც ვეძახით, როცა ადამიანი თავის ზღვრებს გადადის, რომ სხვას სიკეთე გაუკეთოს, ამ ზღვრების დაცვა არის აუცილებლობა, რათა აი ამ სიკეთეს ჩვენი დადებითი პოზიტიური ენერგია გავაყოლოთ. ისე რომ ეხლა თუ თქვენ ყველგან დასვით თქვენი რიცხვები, უნდა დააკვირდეთ მერე სად გაქვთ ყველაზე მაღალი რიცხვები და 2, შესაძლებელია 3-ც კი გამოგივიდეთ თუ ერთმანეთს იყო, თუ ერთ და იგივე რიცხვებია მაგალითად 2 განსხვავებულ მოთხოვნილებასთან. ძალიან საინტერესოა, რასაკვირველია თუ დამიწერთ, ისე კი ეს არის ძალიან კარგი, ძალიან ძირეული, ძალიან საინტერესო ინფორმაცია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ შეინახეთ თუ კოუჩინგში იქნებით, თუ თერაპიაში იქნებით, ასევე არის ძალიან ბევრის მთქმელი იმ ფაზაზე, აი ახლა ამ ფაზაზე, რომელშიც ახლა თქვენ იმყოფებით. მე კი გისურვებთ კარგ განწყობას და გისურვებთ სასიამოვნო დღეს, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.